ეს ყველაზე საინტერესო სიახლეები, მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია ინიციატივას, რომელიც ამერიკაში წარმატებულ ქართველ ექიმებს ეკუთვნით. Med Veritas Global ესაა პლატფორმა, რომელიც ქართულ პაციენტებს და მათი ოჯახების წევრებს გაუმარტივებს წვდომას მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ამერიკულ სამედიცინო ექსპერტიზაზე. თუ გაქვთ განსაკუთრებით რთული დიაგნოზი და გსურთ მისი გადამოწმება, ან გსურთ ყველაზე თანამედროვე მკურნალობის სქემების განხილვა, ახლა უკვე შეგიძლიათ საქართველოში შეტანებულ კვლევებზე დაყრდნობით მოისმინეთ ძალიან კომპეტენტური ამერიკელი ექიმების მეორე აზრი. Med Veritas Global-ის წარმატებას გასაჟღავს ძალიან გამოცდილი პროფესიონალების გუნდი. Med Veritas Global დაფუძნდა ვაშინგტონში, ახლად გახსნილი ოფისი უკვე მზად არის პაციენტების მისაღებად თბილისში. დამფუძნებლების მთავარი მისია იყო პირველი წარმომადგენლობის საქართველოში გახსნა, თუმცა პროექტი ბევრად მასშტაბურია და ის ეტაპობრივად მოიცავს ასევე სხვა ქვეყნებსაც. რამდენიმე დღის წინ ახალმა კვლევამ ორსულობისას ხშირად მიღებულ მედიკამენტებსა და ბავშვების აუტიზმის დიაგნოზის სიხშირის შორის ასოციაციაზე გაამახვილა ყურადღება. შედეგები შესაძლო კავშირზე მიუთითებს. ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის კვლევამ 6 მილიონზე მეტი ორსულობის ჩანაწერი გააანალიზა, რაც 2014-2023 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვების თითქმის მესამედს შეადგენს. ნახეს ერთგვარი კავშირი ორსულობის პერიოდში ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორი მედიკამენტების გამოყენებასა და ბავშვებში აუტისტური სპექტრის დარღვევების განვითარების რისკს შორის. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სტეროლების ბიოსინთეზის ინჰიბიტორი 15 მედიკამენტი შეისწავლეს. ბევრი მათგანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ხშირად დანიშნულად მედიკამენტებს განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში კვლევები ტვინის განვითარებაში ქოლესტერინის მნიშვნელობას უფრო სიღრმისეულად აღნიშნავენ. კვლევის ძირითადი მიგნებები კი ასეთია. იმ დედებში, რომელსაც ორსულობის პერიოდში ამ ტიპის ერთი მედიკამენტი იღებდნენ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის გაჩენის რისკი 1.47-ჯერ მაღალი აღმოაჩნდათ. შედეგები საყურადღებოა, მაგრამ მხოლოდ შესაძლო კავშირზე მიუთითებენ. მეცნიერებაში ძალიან რთულია პირდაპირ ურთიერთკავშირის გამოვლინა და ამ საკითხს სჭირდება მეტი შესწავლა. შეგახსენებთ, რომ ყველა ჩვენგანმა გაიგო შაშანდელი სენსაციური განაცხადი პარაცეტამოლისა და აუტიზმის დიაგნოზის შორის კავშირზე, რომელსაც ძლიერ კრიტიკა მოყვა და ექსპერტთა უმრავლესობამ ეს კავშირი უარყო.